საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ სამეგრელოს ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურა დაუფლების ფაქტზე სისხლისამართლებრივი დევნა ორი მეწარმე სუბიექტის მიმართ დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მათ დაქვემდებარებაში არსებული კომპანიების სახელით 2025 წელს გააფორმეს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები. მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული რძის პროდუქტებისა ბრალდებულების მიერ სამეგრელოს რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში მდებარე საბავშვო ბაღებისთვის ხდებოდა დაბალკალორიული და იაფასიანი რძის ნაწარმის მიწოდება, რა გზითაც მოტყუები დაეუფლნენ დაახლოებით 20,000 ლარს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის 180 მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახე და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.